ჩვენს გადაცემას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია. რატომ არ უნდა შევიფაროთ გარეული ცხოველები? რა შემთხვევაში ითვლება გარეული ცხოველის ყოლა დატყვევებად, რა სანქციები მოქმედებს ამ მიმართულებით და უფრო მეტ დეტალს აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვეტყვის თამარ ბუბაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება. თამარ, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეებმა უკანონოდ დაატყვევეს გარეული ცხოველები და ასევე იყო ვაჭრობის შემთხვევები. ზოგჯერ ადამიანებს სახლში გარეული ცხოველი მიყავთ იმის გამო, რომ ისინი საყვარლები არიან, უნდათ რომ მათზე იზრუნონ, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის როგორც თავად ცხოველს, ასევე ადამიანებსაც და ამიტომ ეს ფაქტი, ანუ უკანონო დატყვევება, ვაჭრობა გარეული ცხოველის არის დაჟა. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ დღეს და უფრო დეტალურად ამ თემაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მასპინძელთან ერთად მაია ჩხობაძე არის დღეს ჩვენთან ერთად, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი. ქალბატონ მაია, მოდით პირველ რიგში ვთქვათ ის, თუ რატომ არის დასჯადი და რა შემთხვევაში ითვლება დატყვევებად, ანუ უკანონო დატყვევებად გარეული ცხოველის შეფარება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ესე იგი დასჯადი არის გარეული ცხოველის დატყვევება, როდესაც მას ველური ბუნებრივი თავისუფლების პირობიდან ამოვიყვანთ და მოვაქცევთ ხელოვნურ გარემო პირობებში, მათ შორის შინაურ პირობებში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, შესავალ ნაწილში ზოგი მოქალაქე ფიქრობს, რომ ამით რაღაც სიკეთეს უკეთებს ცხოველს, სინამდვილეში ეს ცხოველისთვის არის უჩვეული გარემო და ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მას გაუკეთოთ, ვინაიდან ის წყდება ბუნებრივ თავისუფლების პირობებს და გადმოდის ტყვეობაში, სადაც კარგავს თავის ყველანაირ ბუნებრივ თვისებას, რომ ადაპტაცია განიცადოს მის საარსებო გარემოს. ამიტომ თუ ჩვენ დიდი ხანი გავაჩერებთ ცხოველს ტყვეობაში, მისი უკან დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან მას დაკარგული აქვს თვითგადარჩენის უნარი. გარდა ამისა, ასეთი ცხოველი შეიძლება სახიფათო გახდეს თვითონ იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ მას მაინც ველური ცხოველია, გარეული ცხოველია და ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს, მეზობლებს, სხვა ადამიანებს. ამიტომ ყველა ვარიანტში არ არის მიზანშეწონილი გარეული ცხოველის დატყვევება, მიზანშეწონილი კიდევ სასტიკად აკრძალული ქმედება. აი ჯარიმებზეც რომ თქვათ, იმიტომ რომ ეს არის დაჟადი ქმედება, იმის გარდა რომ თქვენი საუბრეთ, რომ ცხოველისთვისაც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ის ველურ ბუნებას არის შეჩვეული და იქ უნდა იცხოვროს და შემდეგ უკვე უკან დაბრუნება სახლში შეჩვეულს უჭირს. შესაბამისად მოქალაქეებისთვისაც საფრთხეა, ასევე არსებობს ჯარიმებიც, ხო, გარდა ამ ყველაფრისა, სანქციები ეკისრება პირს. დიახ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ყოველ ესეთ ფაქტზე ატარებს უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს. ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსით გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა გარეული ცხოველის დატყვევებაზე 1000 ლარი და პლუს ცხოველის კონფისკაცია, ხოლო წითელი ნუსხით დაცულ სახეობასთან მიმართებაში ჯარიმა არის 2000 ლარი და ცხოველის კონფისკაცია. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს ინფორმაციის მიღების სხვადასხვა წყარო. ერთ-ერთი არის ცხელი ხაზი 153, სადაც მოქალაქეები რეკავენ ასეთ სიტუაციასთან დაკავშირებით. ასევე ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ელექტრონულ მეილზე, წერილობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად იყენებს ზედამხედველობის დეპარტამენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს, რომელიც ძალიან ბევრი შემთხვევა დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი იქნა სწორედ სოციალურ ქსელებში ატვირთული ვიდეოების საფუძველზე, სადაც მოქალაქეები პოზირებენ მათ მიერ დატყვევებულ გარეულ ცხოველებთან და ამით თითქოს რაღაცნაირად თავს იწონებენ და რა თქმა უნდა, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ხდება შესაბამისი რეაგირების გატარება. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ უკანონო დატყვევებაზე და ვაჭრობაზე, თუმცა ასევე არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს შეუძლია კანონიერად ყავდეს გარეული ეგზოტიკური ცხოველი, ხო? აი ეს რა შემთხვევა, რა შემთხვევაში შემიძლია რომ მე მაგალითად გარეული ცხოველი მყავდეს კანონიერად სახლში? დიახ, რასაკვირველია, კანონიერი გზა არსებობს, რომ ჩვენ მყავდეს სახლში გარეული ეგზოტიკური ცხოველი, თუ ამის სურვილი მოქალაქეს გააჩნია, ოღონდ აუცილებლად მას უნდა ჰქონდეს ეს მოყვანილი კანონიერად, მაგალითად ქვეყანაში შემოყვანილი შესაბამისი ნებართვის ან სერტიფიკატის საფუძველზე. უმეტეს შემთხვევაში ეგზოტიკური ცხოველები დაცული არიან CITES კონვენციით და ძალიან ბევრ შემთხვევაში ასეთ ცხოველებს ან ფრინველებს თან ახლავთ CITES-ის სერტიფიკატი ან შესაბამისი ნებართვა, რაც ადასტურებს, რომ ეს ცხოველი კანონიერად იყო მოპოვებული იმ ქვეყანაში, საიდანაც მოხდა მისი შემოყვანა. და ამის გარდა ასევე რაღაცა პირობები ალბათ უნდა გქონდეს სახლში, ხო? თუ სახლი აქვს, თუ ეზო, მოკლედ იქ სადაც იცხოვრებს ეს
ძალიან სწორად აღნიშნეთ, გარეული ან ეგზოტიკური ცხოველის სახლში ყოლისას, როდესაც ეს კანონიერ ფარგლებში ხდება, ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაზეც სამინისტრო ეყრდნობა და იშვიათ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყავდეს მოქალაქის გარეული ცხოველი სახლში დატყვევებული, არის ის, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათანადო შენახვის და ყოლის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველი სახიფათო ხდება თვითონ ამ მოქალაქისთვის ან მეზობელი პირისთვის. შესაბამისად, აუცილებელი წინაპირობაა, რომ ჰქონდეს შესაბამისი ყოლის პირობები. ჩვენ ვთქვით დასაწყისში, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 100-მდე ფაქტი იყო, როდესაც უკანონოდ ყავდა დატყვევებული და ასევე ვაჭრობის ფაქტებიც, ხო? აი, ძირითადად რა სახის გარეულ ცხოველებზე არის საუბარი, აი, როდესაც მიდიხართ ადგილზე, რომელი გარეული ცხოველი ყავთ ხოლმე სახლში? დიახ, ძირითადად ეს მრავალფეროვანია, რო გადავხედოთ სპექტრს, ძალიან მრავალფეროვანია, შეიძლება იყოს მტაცებელი ძუძუმწოვარი, ან შეიძლება იყოს ეგზოტიკური ცხოველიც, რომელიც უკანონოდ იყო შემოყვანილი ქვეყანაში და არ გააჩნია CITES-ის ნებართვა ან სერტიფიკატი, რომელიც ამ კონვენციით არის დაცული და რა თქმა უნდა, მათი სხვადასხვა არის, შეიძლება იყოს მათ შორის მგელი, შეიძლება იყოს შველი, შეიძლება იყოს დათვი, მურადათვის ბელი და ასე შემდეგ. სხვადასხვა არის მრავალფეროვანია. იყო შემთხვევები, ენოტის დატყვევების ფაქტიც ჰქონდა და როგორც აღნიშნე, შეიძლება იყოს მათ შორის ფრინველიც და ასევე ქვეწარმავალიც, რომელიც შესაბამისი ნებართვის ან სერტიფიკატის გარეშე ყავს პირს დატყვევებული. ძალიან დიდი მადლობა. მაია ჩხობაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, შეიძლება მართლაც გვინდოდეს და ესე შორიდან ძალიან საყვარლები ჩანდნენ გარეული ცხოველები, თუმცა მათთან ერთად სახლში ცხოვრება, როგორც მათ უქმნის საფრთხეს, ასევე ჩვენს და ჩვენს გარშემო მყოფებსაც საკმაოდ საინტერესო და ასე ვთქვათ მრავალფეროვანი თემა არის და ვრცელი თემა. თუ მაყურებელს დაინტერესებს უფრო ზუსტად დეტალების გაგება, კიდევ უფრო მეტი დეტალის გაგება, არსებობს ესეთი ჟურნალი, რომელიც ყოველთვიურად გამოდის, ეს არის ინფოველი, რომელსაც გარემოსდაცვის სამინისტრო უშვებს და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ კიდევ ამ ჟურნალიდან. მე კი დაგემშვიდობებით წარმატებულ დღეს გისურვებთ.